ხვიჩა კვარაცხელია არსენალში. ქართველის გოლებმა და აქტიურობამ კვლავ მსოფლიოს ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყრო. ყველაფერი ძალიან რეალურია. კილიან მბაპეს კონფლიქტი მადრიდის რეალში. ფრანგი პერეს დაუკავშირდა ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. ხოლო დაწყებამდე არ დაიზარო და დაალაიქე ეს ვიდეო. არ მგონია გამოგვივიდეს, მაგრამ მაინც ვცადოთ ამ ვიდეოზე 1500 მოწონების დაგროვება. კომფორტულად მოკალათდით. ეს არის არხი ფუტვიჟენი. დავიწყოთ. საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა, სადაც ხვიჩამ ულამაზესი დუბლი შეასრულა. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდია ის ძალიან მოტივირებულია, რადგან პარიზშიც და უკვე ნაკრებშიც ძალიან კარგ შედეგებს გვაჩვენებს. მატჩის დასრულების შემდეგ ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ნახოთ რა განაცხადა მან. პირველ 1 საათში ბევრი პოზიტივი იყო, კარგი ინტენსივობა ჰქონდა. ამ ინტენსივობის შედეგად 2 გოლი გავიტანეთ. ნეგატიური მხარე ის იყო, რომ ერთგვარი სიმწიფის პრობლემა ჰქონდა. იყო დაღლილობის მომენტი. რიგ ეპიზოდებში არასწორ დროს ავჩქარდით, მაგრამ ეს არის ამხანაგური თამაში და პოზიტივზე უნდა ვიფიქროთ. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და ეს უნდა გამოსწორდეს. როდესაც ორბურთიანი უპირატესობით იგებს, სწრაფად თამაში აღარ არის საჭირო. არ ვიცი რატომ ვაკეთებდით ასე, რადგან დღეს აშკარად დაიღალნენ ფეხბურთელები. მე მაინც მინდა რომ პოზიტიურ განწყობაზე დავრჩე. ისრაელი არ არის პატარა გუნდი. მათ შესანიშნავი წარსული აქვთ და ისტორიაში არაერთი დიდი გუნდი დაუმარცხებიათ. შედეგი გასაგებია არ არის სასიამოვნო. გამარჯვება თავდაჯერების მატებისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფიქრობ ჯობს მაინც პოზიტივზე ვიფიქროთ, რაც თამაშის განმავლობაში დავინახეთ კიტეიშვილის ცვლილება კუნთის პრობლემებიდან იყო გამოწვეული. კიტეიშვილის და მექვაბიშვილის ტრავმებმა ბევრი მოცემულობა შეცვალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2-0 იგებდა, თუმცა სამწუხაროდ საკუთარ კარში 2 ბურთი მიიღო. ჯვაროსნების მხრიდან ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ასევე შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი მორი გამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუას წინააღმდეგ გამართავს. თქვენი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად დააფიქსირეთ ის კომენტარებში. რაც ფიქრობთ ზოგადად ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ კონდიციებზე, როგორ ფორმაშია ის თქვენი აზრით და აქვს თუ არა ოქროს ბურთის შანსები წელს. ასევე დაწერეთ, რას ფიქრობთ საქართველოსა და ისრაელის შეხვედრაზე, რაში იყო მთავარი პრობლემა. კილიან მბაპე რეალის ექიმებთან თანამშრომლობასა და გამოკვლევაზე უარს ამბობდა. ლეეკვიპის ინფორმაციით, მარტის დასაწყისში დიაგნოზის მიღების შემდეგ მბაპემ რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერეს დაურეკა და განაცხადა, რომ აღარ სურს კლუბის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და მხოლოდ კრისტოფ ბოდოსთან იმუშავებს, რომელთანაც პარი სენ-ჟერმენში თანამშრომლობდა. როგორც ირკვევა, სწორედ ბოდომ განსაზღვრა ფრანგის მუხლის ტრავმის კურნალობის ბოლო პროტოკოლი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ განაცხადა. დადის ხმები, რომ რეალში არა ის მუხლი გამოიკვლიეს, რომელიც საჭირო იყო. გონიათ ეს სისულელია? მადრიდმა სამედიცინო შტაბი დაითხოვა. კილიანმა ყველაზე უარესა არიდა თავი. ესპანელმა ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიასმა დაადასტურა, რომ მადრიდული კლუბის მედიკოსებმა ფორვარდს მარცხენის ნაცვლად მარჯვენა მუხლი გამოუკვლიეს. მოგვიანებით კილიანმა ეს ინფორმაცია უარყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეცდომით სხვა მუხლი გამომიკვლიეს, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა მალევე რიოლომ ფეხბურთელის სიტყვებს უპასუხა. მან მოიტყვა, მე ამ ინფორმაციას 1000% ვადასტურებ. მას არ სურს ზიანი მიაყენოს რეალს, რომელიც ამ სიტუაციაში სასაცილოდ გამოიყურება. ეს ნამდვილად სასაცილო და სამარცხინოა, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სახიფათოა, რადგან ასეთი არასწორი დიაგნოზის გამო და ესეთი უყურადღებობის გამო ფეხბურთელს შესაძლოა მომავალში ისეთი ტრავმა გაუჩნდეს, რომელიც მის კარიერას დაასრულებს. გურამ ქუთათელაძემ ილია ტოპურიას მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. ელ-მატადორი ივნისში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და ქართველი ვიკინგის აზრით, ამერიკელი მებრძოლის ჩამოწერა არ შეიძლება. ამ მომენტისთვის გეიჯის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მისი ჩამოწერა არ შეიძლება. შანსი ყოველთვის არსებობს. გეიჯი ძალიან სახიფათო და მაღალი დონის მებრძოლია. ფეხებით და ხელებით კარგად მუშაობს და დროებითი ჩემპიონია, რაც ყველაფერზე კარგად მეტყველებს. ფიქრობ, ორთა ბრძოლა სრულად არ ჩატარდება. მახაჩევისა და ილიას პოტენციური ჩხუბი? ეს ორთა ბრძოლა აქტუალური დიდხანს იქნება და ორივე მებრძოლი დიდ ჰონორარს იმსახურებს. ეს MMA-ის ისტორიაში უდიდესი ორთა ბრძოლა იქნება. ხაბიბსა და კონორის ჩხუბზე უფრო დიდიც. ასეთი ბრძოლა ჯერ არ ყოფილა. გრანდიოზული დაპირისპირებაა და ორგანიზაციამ სოლიდური თანხა უნდა გაიღოს, რათა ის ვიხილოთ.
დაწერეთ თქვენი აზრები გეიჯის შანსებთან დაკავშირებით. როგორ წარიმართება თქვენი აზრით ილია თოფურიას და გეიჯის ბრძოლა? ასევე დაწერეთ რას ფიქრობთ მახაჩევსა და თოფურიაზე. საერთოდ არის თუ არა რეალური რომ ოდესღაც ეს ბრძოლა ვიხილოთ? რადგან გურამის თქმის არ იყოს და თუ ეს ბრძოლა ოდესღაც ჩატარდება, MMA-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ორთაბრძოლა იქნება. ეს იქნება დაპირისპირება, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენ გულებში და ჩვენ ტვინებში. ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინგლისის პრემიერ ლიგიდან ინტერესი საგრძნობლად არის გაზრდილი. უკვე დაიწერა ჩელსის, ლივერპულისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაინტერესებაზე. სულ ბოლოს კი სიას ლონდონის არსენალიც შეემატა. წამყვანი ბრიტანული გამოცემები მეტოქეების მხრიდან ხვიჩას მიმართ სიმპათიებზე საინტერესო სიახლეებს ავრცელებენ. გამოცემა The Independent. არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის ძირეულ განახლებას გეგმავს და მათ ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს. თუმცა ქართველი თავდამსხმელის PSG-დან წასვლა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. დატოვებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ კლუბს ამ ზაფხულს, იმის გათვალისწინებით რომ მას PSG-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. ქართველი შემტევი არსენალის იმპოტენციურ კანდიდატთა სიაშია, რომელთა შეძენასაც ლონდონური კლუბი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის მნიშვნელოვანი გაძლიერების მიზნით გეგმავს. ლონდონელები ამ ზაფხულს ფეხბურთელების გაყიდვას და ფინანსური ბალანსის დასაცავად ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის დათმობასაც განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა თავდასხმის ხაზს დაეთმოს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მისი გამოსვლა არასტაბილურია, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დიდ მატჩებში საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. გამოცემა Sky Sports. არსენალის ზაფხულში 25 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობს, თუმცა პარი სენ-ჟერმენის ფორვარდთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება სავარაუდოდ საკმაოდ რთული განსახორციელებელი იქნება. PSG-ში ქართველ ფეხბურთელს კლუბის გრძელვადიანი პროექტის ქვაკუთხედად მიიჩნევენ და წყაროები მას თითქმის ხელშეუხებელ მოთამაშედ ახასიათებენ. მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს კი არსენალს აძლევს შანსს განიხილოს შეტევის ხაზის გაძლიერება მომავალი სეზონისთვის. გამოცემა Daily Mail. ივნისში სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთ კლუბს უკავშირებენ. მათ შორის განსაკუთრებით პრემიერ ლიგის ლიდერ არსენალს. 25 წლის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონებს გასულ წელს ნაპოლიდან შეუერთდა. გარიგების ღირებულებამ 69 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. თავად მოთამაშემ კი საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა. არსენალი გარემარბებისა და ფლანგის მცველის პოზიციაზე გაძლიერებას გეგმავს. კვარაცხელია ერთ-ერთია იმ მოთამაშეთა შორის, ვის კანდიდატურასაც ლონდონელები განიხილავენ. თუმცა მისი შეძენა არარეალურად მიიჩნევა, რადგან არც ფეხბურთელს და არც PSG-ს გუნდის შეცვლის გეგმა არ აქვთ. ყველა კარგად ხედავთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში თავს კარგად გრძნობს, იტანს უამრავ გოლს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კაშკაშებს. უკვე მოახერხა ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება და წინ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ველოდება ტიტულები და რატომღაც ინტუიციამ კარნახობს, რომ მალე შეიძლება ინდივიდუალური ტიტულიც მოიგოს. საუბარია ოქროს ბურთზე. ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც გარანტიები გვაქვს, მაგრამ რატომღაც ასე მკარნახობს ინტუიცია და მისი ფორმიდან გამომდინარე, კვარაცხელია ასე თუ გააგრძელებს და PSG გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ფიქრობ ყველაფერია შესაძლებელი. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მეთანხმებით თუ არა, რომ კვარაცხელიას მართლაც ძალიან დიდი შანსები აქვს ოქროს ბურთის მოგების. ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. ყველას რა თქმა უნდა გელოდებით კომენტარებში და ასევე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი და დარჩეთ ჩვენთან ერთად. ვიყოთ ერთ ტალღაზე და ყოველთვის ვიცოდეთ რა ხდება ქართველი და არა მარტო ქართველი ფეხბურთელების გარშემო და ზოგადადაც სპორტში. იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ. მე კი დაგემშვიდობებით და აბა მომავალ შეხვედრამდე.